2023 წლის ნოემბერში ევროკავშირმა მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება რომ იმისთვის რომ ევროკავშირს არ დაბრალებოდა რომ ეს პროცესი ევროკავშირმა გააჩერა და არა ქართულმა ოცნებამ რომელიც არანაირ რეფორმებს არ ახორციელებდა და არაფერს არ აკეთებდა გარდა იმისა რომ განაცხადი შეიტანა არაფერ კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ დგამდა იმისთვის რომ მას მოლაპარაკებები გაეხსნა ევროკავშირმა მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება საქართველოს არ დატოვა ასოცირებულ ტრიოს მიღმა ამ პროცესს არ ჩამოაშორა უკრაინასა და მოლდოვის პროცესს მაგრამ დააყენა წინაპირობები რომ თქვენ მოგეცემათ კანდიდატის სტატუსი მაგრამ პირობებით 9 კონკრეტული რეკომენდაცია, რომელიც თქვენ უნდა შეასრულოთ და ამ შემთხვევაში ეს პირობითი კანდიდატის სტატუსი უკვე ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და თქვენ გადახვალთ შემდეგ ეტაპზე, მოლაპარაკებების ეტაპზე. აი ეს არის ახლა თქვენ მოგიყევით როგორ ხდებოდა მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემთხვევაში. ხო, ასევე ჩამოვიდა, შეისწავლა კომისიამ, გითხრა რომ აქ ამადამ რაღაც სფეროებში თქვენ გასახორციელებელი გაქვთ რეფორმები, მოდი ეს ყველაფერი გააკეთეთ და მერე მოდით დავიწყოთ მოლაპარაკებები. იგივე იყო ვიზა ლიბერალიზაციაზე. ეხლა ეს რეკომენდაციები შეასრულეთ თუ საკანონმდებლო ცვლილებები გექნებათ მიღებული თუ ინსტიტუციურად მზად იქნებით, კი ბატონო, შემდეგ უკვე მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილებაც რამდენად რთული იყო, ამაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტექნიკური მოთხოვნები წინ უძღოდა ამას ყველაფერს, ხო? ამ შემთხვევაშიც არის იგივე. ანუ ჩვენ გვაქვს წინა პირობა იმისთვის რომ მოლაპარაკებები გაიხსნას. და ეხლა შეგვიძლია ჩვენ უკვე გავიაროთ ეს 9 პუნქტი, წინა პირობები და მიხვდებით თუ რატომ არ ახორციელებს ქართული ოცნება ამ რეფორმებს და რატომ ქართული ოცნება ქართული ოცნების პირობებში, იმ პოლიტიკის პირობებში, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს, საქართველოს ვერასდროს ვერ გახსნის მოლაპარაკებებს. მოკლედ, ეს 9 მოთხოვნა არის შემდეგი. პირველი, ეს არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევასთან ბრძოლა. ანუ ეს უკვე საპირისპიროა. ხო, ანუ უკვე ჩვენ კარგად ვიცით რომ რასაც ქართული ოცნება აკეთებს არის ევროკავშირის მიმართულებით სრული დეზინფორმაციული კამპანია, ხო? ელემენტარული რო ავიღოთ ქართული ოცნების ხელმძღვანელი პირები ამბობენ რომ ევროკავშირის პარლამენტი არაფერს არ წარმოადგენს, არანაირი ღირებულება მას არ გააჩნია, თუმცა მე მოგიყევით ევროკავშირის პარლამენტს რა როლი ქონდა მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში და რა რესურსის დახარჯვა მოგვიწია ჩვენ იმისთვის რომ იქ პოლიტიკური მხარდაჭერა მიგვეღო. ის აცხადებს რომ ევროკავშირი იმართება რაღაცა გაუგებარი ძალის მიერ და იქ არც ერთი ქვეყანა დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებაში, არც ერთი პრემიერი, არც ერთი პრეზიდენტი, არც ერთი მინისტრი გადაწყვეტილებას არ იღებს და იმართება ეს რაღაცა გაუგებარი ჯგუფების მხრიდან, ის რომ ევროკავშირი ჩვენს ტრადიციებს ებრძვის, ის რომ ის რაღაცა ჩვენს ეკლესიას ებრძვის და ასე შემდეგ, ანუ ეს არის ქართული ოცნების მხრიდან წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია. მაშინ როცა პირიქით ევროკავშირი გეუბნება რომ თუ გინდა შენ ჩემი წევრობა, პირიქით ჩემს წინააღმდეგ წამოსულ დეზინფორმაციას ებრძოლე, როგორც მე ვებძვი, ისე ებრძოლე შენ. ამ შემთხვევაში ხდება რომ კი არ ებძვი, პირიქით აღვივებ და აძლიერებ ამ დეზინფორმაციას. მეორე პუნქტი რა არის? ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხმედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება. ანუ მაგალითად, სანამ ეს რეკომენდაციები დაიდებოდა, ჩვენ თანხმედრაში ვიყავით, მანამდე კიდე უფრო ადრე ვიყავით სადღაც 70-75% ჩვენ თანხმედრაში ვიყავით ევროკავშირის განცხადებებთან საგარეო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში. და როგორც გითხარით, ანუ ჩვენი მიზანი იყო, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში კიდე უფრო მეტად გაგვეღმავებია თანამშრომლობა, შესაბამისი ფორმატიც ჩამოყალიბდა და ასე შემდეგ. მაგრამ ამ რეკომენდაციების გაცემის წინ ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 40%-ს.
ანუ ჩვენი თავსებადობა ევროკავშირი გეუბნება თუ გინდა რომ ჩემი წევრი გახდეთ თუ გინდა რომ ჩემთან მოლაპარაკებები დაიწყო და უკვე ჩვენ ერთი გუნდი გავხდეთ ამ შემთხვევაში ჩემი საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების პოლიტიკა რაც არის ამასთან თავსებადობაში უნდა მოდიოდე ანუ კი არ უნდა კლებულობდეს შენი თავსებადობა არამედ უნდა იმატებდეს ხო ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ძალიან მარტივად ჩანს რომ აბსოლუტურად აცდენილია ამ კონკრეტულ რეკომენდაციას. დანარჩენი პუნქტები უკვე 7 პუნქტი. დეოლიგარქიზაცია იყო ერთი. ხო, დანარჩენი 7 პუნქტი არის უკვე ეს თუ ორი ეხება ევროკავშირის ინტერესს, ხო? ანუ რა არის ევროკავშირის ინტერესი, რომ ბაზარაგინო და მეორე ის რა პოლიტიკასაც ის ახორციელებს, იმ პოლიტიკასთან იყო თავსებადობა. ყველა დარაგინო. ყველა არაგინო არის. ხო, რა თქმა უნდა, ანუ შეიძლება არ გაავრცელო რაღაცა სიცრუე, დეзинფორმაცია და ასე შემდეგ. მესამე პუნქტი არის პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა, მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. ანუ ხო, გამოვიდა ქართული ოცნების ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინ და გამოაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები აღარ უნდა არსებობდნენ ამ ქვეყანაში და ისინი უნდა დავიჭიროთ, გავანადგუროთ და ასე შემდეგ. და ამ საქმიანობას ეწევიან ეხლა რა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ევროინტეგრაციის პროცესზე მუშაობაზე არის საუბარი, ხო? ანუ ეგ პუნქტიც მკვდარია შესაბამისად, ხო? მესამე პუნქტი. მეოთხე პუნქტი. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა განსაკუთრებით 2024 წელს და EUTHO-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. ანუ ჩვენ ნახეთ რომ ჩატარდა არჩევნები, EUTHO-ს დასკვნა დაიდო, სადაც წერია არათუ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი იყო არჩევნები, არამედ ესეთი სიტყვები საერთოდ ნახსენები არ არის. და ყველა პუნქტი, რომელიც კი ძირითადი პუნქტები, რაც კი დასკვნაშია, ყველა არის უარყოფითი. 2020 წლის დასკვნასაც რო შეადაროთ, 2020 წლის დასკვნაში ეწერა ესეთი რაღაცა. მაგალითად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა და მერე ნუ ამის მიუხედავად რაღაცა. ეს სიტყვები მაინც ეწერა, რომ 2020-ში. ეს 2020-ში ეწერა ესეთი რაღაცა, რომ კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ასეთიც კი არ არსებობს, ასეთი ჩანაწერიც კი არ არსებობს 2024 წლის დასკვნაში. ანუ ეს პუნქტიც, მეოთხე პუნქტი, რომელიც საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას უკავშირდება, ესეც რა თქმა უნდა ყველასთვის ცალსახა არის, რომ არ შესრულებულა. მეხუთე პუნქტი, საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე, საკონძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ანუ ესეც ჩვენი ინსტიტუტების სიძლიერეზე არის კონკრეტულად აქცენტი, დამოუკიდებელი უნდა იყოს უსაფრთხოების სამსახურები, ეხლა ყველასთვის ნათელია ჩვენთან როგორ დამოუკიდებელია უსაფრთხოების სამსახური, პირდაპირ პარტიულ კონტროლს ექვემდებარება და პარტიულ საქმიანობას ახორციელებს შესაბამისი სამსახურები. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, იქაც ვიცით რა ხდება. იქ თუ რაიმე დამოუკიდებლობა ქონდა ეროვნულ ბანკს, ყოველგვარი დამოუკიდებლობა დაკარგული აქვს, სრული კონტროლი აქვს ასევე პარტიას მასზე და იგივეა კიდევ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაზე თუ ასე შემდეგ. მოკლედ, ინსტიტუტების სრულიად არათუ დამოუკიდებლობა, არამედ პარტიულ კონტროლს არის და ერთი კაცის კონტროლს არის დაქვემდებარებული. მეექვსე პუნქტი ეს არის ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება. მაგას ვჩები თითქოს.
ხო, მოკლედ ეხლა სასამართლო როგორ დამოუკიდებელი ამას ხედავთ, როდესაც ჯგუფურად ასამართლებენ ადამიანებს და ხედავთ მოსამართლეები რა გადაწყვეტილებას იღებენ და რა მდგომარეობაშიც არის სასამართლო, ამიტომ ეხლა სასამართლო რომ ამ პუნქტს რო არ შეასრულებდა ქართული ოცნება და ამის შესრულებას ვერ აპირებს, ეს ყველასთვის ნათელია. მეშვიდე პუნქტი ეს არის ანტიკორუფციული ბიუროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალ-მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობის და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოლებების უზრუნველყოფა. ჩვენ ვიცით, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურს ერთი ფაქტიც კი არ გამოუძიებია იმ დანაშაულების, რომელიც ჩაიდინეს ძალოვანმა სტრუქტურებმა, თუნდაც ეხლა მიმდინარე აქციების პერიოდში, ხო? ანუ აქ არის ანტიკორუფციულ ბიუროზე, ვიცით რომ ანტიკორუფციული ბიურო არსებობს, მაგრამ ვინმეს ახსოვს ერთი ფაქტი მაინც რომ გამოეძიებიოს ანტიკორუფციულ ბიუროს ან რაიმე ქმედება განახორციელებიოს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, ეგეთი მე არ ვიცი და ალბათ საზოგადოებამაც არ იცის. შესაბამისად, ანუ ამ ნაბიჯსაც ქართული ოცნება არ გადადგამდა და არ აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას, ხო? იმიტომ რომ ეს უწყებებიც მის ხელშია, მის ძალაუფლებას ამყარებს და შესაბამისად არანაირი ინტერესი ამის გაკეთების არ აქვს. მერვე არის დეოლიგარქიზაცია, რომელიც თქვენ ახსენეთ. ამ შემთხვევაშიც ნუ ხა აქ კიდე საუბარი ზედმეტია ამის განმარტებას არ დავიწყებ. თავიდანვე უარყოფდნენ რომ არც არის ოლიგარქია, საუბრობენ კეზერაშვილზეო, შემდეგ. კი ბატონო და მეცხრე არის უკვე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუხარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისმგებლობაში მიცემა. მე შეგზემა მაქვს რომ ყველაფერზე ჯინაზე უკან ვარ წასულები. უკან ვარ ყველგან წასულები. ანუ იმიტომ ჩამოვთვალე ეს და აუცილებელია რომ საზოგადოებას შევახსენოთ ჩვენ ეს 9 პუნქტი, რომ აქ კარგად ჩანს აი ძალიან ნათელია, ხო, ვინც არ უნდა წაიკითხოს, ხა თუ მას თვალები დაბრმავებული არ აქვს, ყურები დახშული არ აქვს, ძალიან მარტივად შეუძლია წარმოიდგინოს სად არის დღეს ქართული ოცნება ამ 9 პუნქტთან მიმართებით, ხო? ანუ იმისთვის რომ ქართულ ოცნებას მოლაპარაკებები გაეხსნა, ეს 9 პუნქტი უნდა შეესრულებიან. ამიტომ ქართულმა ოცნებამ არჩია დაებრალებია ევროკავშირისთვის ყველაზე ბინძურე, რაც კი შეიძლება იმისთვის რომ ვინმეს არ ეთქვა რომ შენ იმიტომ არ გიხსნიან მოლაპარაკებებს რომ 9 პუნქტს არ აკეთებ. იმიტომ ეს 9 პუნქტი რო შეეძრაბინა, მაშინ გამოდის რომ უდიდესი ალბათობით მაინც შვებას დავტოვებთ, არჩევნებს წააგებო. ხო, არჩევნების წაგებას რო თავი დავანებოთ, ყველაფერი რაც აქ წერია, ეს არის ერთი ადამიანის ხელში. შესაბამისად ამის ხელიდან გაშვება მისთვის ნიშნავს ეთყობა ხელისუფლების დაკარგვას და ძალაუფლების დაკარგვას, რომელიც აქვს მას კონსოლიდირებული. ამიტომ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირში წევრობა და ამ რეფორმების განხორციელება მის ძალაუფლებასთან. ხო, ნუ ამ რეფორმების გარეშე თუ მიიღებენ, ალბათ ძალიანაც გაუხარდება უბრალოდ არ არსებობს ალბათ ეგეთი რაღაც. ამიტომაც ამბობენ, რომ ჩვენი ღირსებით უნდა შევიდეთ ევროკავშირში. ხო, ანუ დრას ნიშნავს ეს მისი ღირსებით უნდა შევიდეს, არავინ არ იცის.